მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან საინტერესო თემაზე მინდა პატარა ვიდეო ჩაგიწეროთ. შინაგანი ბავშვი ასტროფსიქოლოგიაში როგორ უნდა დავინახოთ, როგორ უნდა შევიგრძნოთ და რა არის მთავარი განკურნების ფაქტორები შინაგან ბავშვზე, როცა მუშაობთ. მაგალითად, როცა თერაპიულად მოდიან ხოლმე ჩემთან, უფრო ასტროლოგიური კომბინაციებით და ფსიქოლოგიურად რო გვინდა ვიმუშაოთ მაგალითად შინაგან სტრუქტურებზე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ პირველ რიგში, ეს ვინც სწავლობს ასტროლოგიას, მათთვის საინტერესო იქნება, პირად რუკებზე თავის თავზე ვინც მუშაობს, ვინც უკვე აპრაქტიკებს ასტროლოგიას, მათთვისაც საინტერესო იქნება და უყურებთ პირველ რიგში მთვარე, ეს არის ჩვენთან შინაგან ბავშვთან მთავარი, ის მზრუნველობა როგორ ქონდა, ის მზრუნველობითი ნაწილი ჩვენში რა იყო დანაკლისი, ან რა იყო ჰარმონიული, რა იყო დისჰარმონიული, ან რა შინაგანი ემოციური უსაფრთხოების ნორმები გააჩნია შინაგანად ადამიანს, ხო, ის ნორმალური გარემო, მაგალითად უსაფრთხოებისთვის რაც არის საჭირო, როგორ ვლინდება. ამითი შეგვიძლია დავინახოთ მთვარის მეშვეობით, მთვარის ასპექტებით, მთვარის სახლით. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია იმენა რომ ჩავიდეთ, ხო, ქვევით პირველი არის მთვარე, ეს არის საბაზისო შინაგანი მოთხოვნილებები, რომელიც შინაგან ბავშვს ესე რომ ვთქვათ ჭირდება. შემდეგ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ქირონი, ადრეც მაქვს ქირონზე გაკეთებული ვიდეო და ეს არის შინაგან ბავშვს რის ეშინია ყველაზე მეტად და რა ჭრილობა იყო შინაგანად ბავშვობაში. ძირითადად ამას ვამბობთ ხოლმე. აი ბავშვობაში რა მთავარი ტრამვა მიიღო ადამიანმა, ხო, მაგალითად. ამითი ქირონით, ქირონის ასპექტებით შიშებს უყურებთ, უფრო აი ჭრილობებს უყურებთ, რა უნდოდა მაგალითად ბავშვს შინაგანად, თუმცა ეს ძალიან გაცნობიერებული არ არის, ეს შინაგანი შიშები, შინაგანი ჭრილობები არის, რომელიც მთელი ცხოვრება მე ვცდილობ აქირონის არქეტიპით თვითონ, ხო, რომ უმკურნალოთ ამ ჭრილობებს სხვებით, სხვებზე ზრუნვით, ან სხვებისთვის ჩვენებით, რა გვინდა ჩვენ, სხვებს დავეხმაროთ, რომ თითქოს ჩვენ დავეხმარებით მე ჩვენ თავს, ამიტომ ქირონს უყურებ მე პირადად, როცა უკვე თერაპიულად უნდა ვიმუშაოთ მაგალითად შინაგანი ბავშვის სტრუქტურებზე და ყველაზე მთავარი დაფარული შიშები, როგორც წესი იმალება ხოლმე შავი მთვარის მდებარეობაში მთავარი შიში შინაგანი ბავშვის. აი ამიტომ როცა ამ ყველა შეს ვაერთიანებთ, იმიტომ რომ შეიძლება მხოლოდ მაგალითად ან მთვარეს ავყიდოთ ეს თემა, ან შავ მთვარეს, ხო? ის ნაწილდება ნელა ქვევით რომ ჩავდივართ არაცნობიერში და შავ მთვარე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მოდი ესე ვთქვათ, ჭრილობა, ტკივილი, უარყოფილი შინაგანი სტრუქტურები, უარყოფილი შინაგანი მე. აქედან ვამბობთ ხოლმე მე იუნგის რომ ამბობდა ხოლმე რომ ჭრილი აგვიტანს, რასაც ქვია, ხო? რასაც ხშირად უყურებთ ხოლმე, ხო? და ნუ მე თან იქ სისულელებს ვაკეთებთ სიტყვაზე ელიტის ზონაში ან ძალიან აგრესიული შეიძლება ვიყოთ, ან პირიქით საერთოდ გაურკვევლობაში ვიყოთ, ხო? შავი მთვარის ზონაში ეს არის შინაგანი ბავშვი, რომელსაც რაღაც უნდა და ჩვენ იმას არ ვაძლევთ. ანუ ვაძლევთ ძალიან დესტრუქციულად, ხო? და არასწორად. ამიტომ ხშირად ხა ცოტა რომ სხვანაირადაც აგიხსნათ, როცა პირად ურთიერთობებში ვიჭედებით, სასიყვარულო სფერო თავიდან ბოლომდე რა არის, აი ვიღაცა თუ ძალიან შეგვიყვარდება, ძალიან ძლიერ ემოციებში ვართ, იქნება ეს სხვა შორის მეგობრულ ურთიერთობებსაც გულისხმობ აქ, ოჯახურ ურთიერთობებსაც, განსაკუთრებით უფრო სასიყვარულო სფეროში ვლინდება ეს. მან განსაკუთრებით შავი მთვარის ენერგია არის ხოლმე, როგორც პროექციული ნაწილი, მაგალითად ჩვენ პოლარობას ვხედავთ და ეს პოლარობა როგორც წესი ეს არის რომ მე ჩემში რასაც არ ვღებულობ ის დავდრგუნე იმიტომ რომ არ ვიცი როგორ გავუმკლავდა ეს იგივე სემსგავსება მანქანა რომ მყავს მაგალითად ძალიან მაგარი მანქანაა და მე არ ვიცი ტარება და სულ ვცდილობ ვიპოვო ვინმე კარგი მძღოლი ჩემ მანქანას ვინც გაატარებს და მე ვიარო ატაროს ამ ჩემი მანქანა, თქო მე არ ვიცი საჭესთან. აი ტიპიურად ეს არის ხოლმე შავი მთვარის პროექცია პარტნიორზე, როგორც წესი და როცა მოდიან ხოლმე ჩემთან პირად რუკაში და ვხედავ ამ სცენარს მაგალითად, ხო აი პირად ურთიერთობებშია გაჭედილი ადამიანი, საერთოდ არ აქვს პირადი ურთიერთობა, იმიტომ რომ ოდესღაც ვიღაცასთან ქონდა ან უკვე პოტენციალში სადღაც იცის ქვეცნობიერი პრობლემები ადამიანმა, აღოდ არაცნობიერად რა თქმა უნდა და საერთოდ დაბლოკილია ქეცონა, ხო? აქაც იგივე არის, რომ შიში ჭრილთან შეხვედრის, მოდი ესე ვთქვათ, პროექციის შიში
აი ეს ცოტა ენით რო აგიხსნათ, ხო? და საბოლოო ჯამში ვის მოწონთ ხოლმე და მართლა დაინახავენ იმ რაღაცას დაინახავენ იმ ადამიანში, ვინც მოეწონებათ. როგორც წესი ეს არის უარყოფილი ნაწილი, რაც მგონია, რომ მე ეს არა მაქვს, ეს უნარები არა მაქვს და საბოლოო ჯამში მე სადღაც ოდესღაც აუგრძალე ჩემ თავს, როგორც აკრძალული ხილის ვარიანტში და მე ის მე შინაგანად მკანჯავს და რაც უფრო ამ შავმთვარის ენერგიას ვიღაცა ძალიან გავს, მით უფრო მაღალი რისკი არის, აი გავჭედოთ ვიღაცას ესე რა ვთქვათ. და ეს სინამდვილეში აი ამ ენერგიას რომ მივყვებით, რომ ეს ადამიანები, ვინც ჩვენ გარშემოტრიალებენ, ის გარემოცვა, ის მიჯაჭვულობები შინაგანად არის ჩვენში, ჩვენ შინაგან ბავშვში არის ჩაკეტილი, ესე რა ვთქვათ, გამოწყდეული. მას რაღაცები უნდა და ჩვენ არ უკეთებთ, არ უსურვებთ სურვილებს, მოდი ესე ვთქვათ. მიდის უკვე აქ შინაგანი, დრამები, დესტრუქციული ურთიერთობები, მაგალითად, ის მომენტი, რომ აი მე ვერ ვივიწყებ იმას და ვერ ვივიწყებთ არა, იქ შეეხო იმ ჭრილობას, ვიღაცა, რომელიც შეიძლება სადღაც 1%-ით შეესაბამება იმ ენერგიას, აი უბრალოდ გააცოცხლა, გააღვიძა ის ჭრილობა, რაც ჩვენ გქონდა, ხო? მაგალითად, ამ შინაგან ბავშვთან გქონდა ჭრილობა და ფანტასტიკური დასაკვირვებელია, ხა მე თერაპიულად მუშაობ ხოლმე, როცა ხა მე მაგალითად ასტროლოგიურ კონსულტაციებში ძირითადად ჩემი მთავარი მესიჯები არის ხოლმე, რომ მე გზა ვაჩვენო ადამიანს, აი წავიდეს. და ეს რუკაში ჩანს, მე არ ვიკვანებ, მიყვებით ხოლმე ესე თერაპიულად და თვითონ ხვდება. ანუ რო დაეხმარო ადამიანს მაგალითად როგორ იპოვოს შინაგანად აი ეს ღერძი, რა ვიღაცების მეშვეობით ჩაუღრმავდეს, შეხვდეს საკუთარ თავს, აი ამ შინაგან ბავშვს. რეალური მკურნალობა იწყება ხოლმე აქედან. იქ გავდივართ მთვარის ენერგიას, ქირონის ენერგიასაც გავდივართ ხოლმე, ეხლა თუ განსაკუთრებით ჩართული არის ეს ქირონი. იქ გავდივართ მე უკვე აი ამ პროექციებს შავი მთვარის მაგალითად, იქ სელენას აუცილებლად გავდივართ, სელენა არის მთავარი, ძირითადი ღერძი, რაზეც არის ხოლმე შავი მთვარი წამოსული, როგორც მიუღებელი ჭრთილი, სელენას გამო არ ვიღებთ ხოლმე ამ ჭრთილს, მე სულ ამას ვიმეორებ ხოლმე და ვინც ჯგუფურ თერაპიებზე ხო წინას მქონდა მაგალითად ჯგუფური ტრენინგი 8 საათი გაგრძელდა და უფრო აი ამ თერაპიულად გავიარეთ მთელი ეს თემები და ყველა მაგას ამბობენ ხოლმე, რომ ამ ჯგუფურ თერაპიებზე ხვდებიან, რასაც ამბობ კიდე უფრო შეგრძნებების დონეზე, ხო, იმიტომ რომ მე ახლა რასაც თქვენ გიყვებით ხოლმე, ხა 700 გადაცდა უკვე ჩემი ვიდეოები, 700-ზე მეტია, ხო, გადაცდა და რასაც ვამბობ ხოლმე ამ ვიდეოებში, ძირითადად არის შეგრძნებებთან მოსარგება. ეხლა რა არის ასტროლოგიაში, რა გვაშორებს ამ შინაგან ბავშვს, ეხლა მე ჩემი გამოცდილებით გიყვებით. ხშირად არის ხოლმე ისე, მე ვისაც უყურებ, ხა ჩემთან ნაკლებად რომ ესეთები მოდიოდნენ, მაგრამ აი ყველაფერი აქვთ, აი და დასუთხული, ესე რომ ჩამოარაგრაკებ მთელს რუკას. მაგრამ ემოციურად რო ვეტყვი ახლა რას გრძნობ ამ ასპექტზე, საერთოდ ვერ ხვდებიან და გაურბიან ხოლმე, ზოგჯერ არის ესე, რომ უბრალოდ გაურბის ადამიანი შეგრძნებებს. საერთოდ არ უნდა რა ეს იგრძნოს. ახლა ახალგაზრდებში ეს ნაკლებად ხდება, გულახდილად რო გითხრათ, უფრო აქვთ შინაგან მესთან კონტაქტი და ყველაზე კომფორტულია ჩემთვის ახალგაზრდებთან მუშაობა, იმიტომ რომ ეგრევე ხდებიან, ან ეგრევე, აი ვიწყებთ საუბარს და უკვე თერაპიაში გადავდივართ. არ გჭირდება ხოლმე დიდად მომზადება ამისთვის. ანუ ემოციური ინტელექტი აქვს გაცილებით ღრმა და რაც უფრო ნენელა ასაკში შევდივართ, ხო, მით უფრო ინტელექტუალიზაცია ხდება იქ, რომ აი შეიძლება ზეპირად იცოდნენ რუკა, მაგრამ საერთოდ ვერაფერს ვერ ცვლიან. საკუთარ თავთან არანაირი კონტაქტი შეიძლება არ გქონდეთ, მე როგორც ვარიანტებს გიყვებით ახლა. და აი ცით როგორ რაღაც არის, რომ თუ ასტროლოგიურად პიროვნულ განვითარებაზე მუშაობთ, ხო, უნდა კრიტიკული აზროვნება ჩამოგვიყალიბდეს, ხო, ჩვენ თავზე. და ეს კრიტიკული აზროვნება არ უნდა იყოს პირდაპირ მნიშვნელობით, რომ აი მე გავაკრიტიკა ჩემი თავი, ხო? ეს არის უბრალოდ ობიექტურად, რომ შევხედავთ, შევისწავლით, შეიძლება ესეთის ვიყო, აბა მოდი ვიფიქროთ ამაზე, ხო? აი ეს ყველაფერი ნენელა შინაგან ბავშვთან გვაახლოვებს და ამ შინაგან ბავშვში ახლა რა ხდება?
აი წარმოიდგინეთ ახლა ყველაზე მთავარი რო გითხრათ, ხა აი ჩემს კლიენტებთანაც ვიყენებ ხოლმე ამ მეთოდოლოგიას. წარმოიდგინეთ, ხა პატარა ბავშვი რო ჩაგაბარონ და არულით არის მოულელი, არის ნუ აი ბევრი კუთხით მოულელი, ესე რომ ვთქვათ, ხო? და თრგუნავთ მის თვითშეფასებას. არ ვასწავლით, თუ უნდა სწავლა, არ ვაძლევთ საშუალებას, თუ უნდა თვითგამოხატვა, არ ვაძლევთ ამის საშუალებას, ხო? ეს არის უკვე მკაცრი მშობლის პროტოტიპი ზოგადად. აი ჩვენ თუ ვართ, აი მოულელები ფიზიკურ დონეზეც გეუბნებით, იქ არ ვარჯიშობთ, სწორად არ ვიკვებებით, ჯერ პირველი, ხო, აი დილით რომ დაადგე და ხელპირი უნდა დაიბანო თემაში, ხო? ადრეც ჩავწერე ცოტა ხნის წინ ამაზე ვიდეო. არ ულით ჩვენ თავს. გვაქვს რაღაც ოცნებები, ოღონდ ბევრი აკრძალვები გვაქვს, რომ ეს არ უნდა ამას არ უნდა მივახციოთ. არ ვარ საკმარისად ნიჭიერიან, არ ვარ საკმარისად ლამაზიან, არ ვარ საკმარისად კომუნიკაბელური, 1000 ისინი არის მიზეზები, ხო? და თუ ჩვენ ამ ენერგიაში ვართ, ეს იგივე არის ზუსტად, რომ ჩვენ შინაგანი ბავშვი იყოს სრულად მოულელი. ჩვენი შინაგანი, აი ეს მე ნამდვილი, ოღონდ არაცნობიერში რომ გავდივართ, ეს მართლა ის კი არ არის ახლა პატარა ბავშვი. შინაგანად ეს არის აი ნაწყენი დაპატარავებული მე, რომ შენ მე არ მომიარე, შენ მე ჩემი ოცნებები არ ამისრულე. აი თუ გქონიათ რომ აი გულიერად ჩაგწყდება ადამიანს, რომ აი რაღაც შანსები მქონდა და არ გამოვიყენე, ხო? აი ეს არის უკვე შინაგანად, როცა ჩვენს მეს წყდება გული, ჩვენ არ შევსრულეთ მას ოცნება. ეხლა რატომ მივდივართ მან? იმიტომ რომ აი ეს მთვარეც მაგალითად, აი რაზეც ვლაპარაკობთ, ეს ქირონისა განსაკუთრებით ჩავიმთვარე, ეს არის ჩვენი ინსტრუმენტი, მაგალითად, რომ ჩვენ თავთან კონტაქტი გვქონდეს. თუ ჩვენ თავთან კონტაქტი არ აქვს, თუ ჩვენ გარდა ხო ჩვენ არავინ არ აქვს პატრონი. მოდი ესე ვთქვათ პირდაპირ, ხო? და თუ ყავს პატრონი, ეს უკვე დამოკიდებულს გვხდის სხვაზე და კიდევ უარესი. ესე იგი ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენ თავის მოვლა, ჩვენ თავის პატრონობა. აი ამას თუ არ ვაკეთებთ და აი ამ მოულელობაში არის დაბალი თვითშეფასება მაგალითად, ხო? და ან გადაჭარბებული არაჯანსაღი თვითშეფასება, ხო? მოდით ესე რომ ვთქვათ, გამიწყდა აზრი, კატემა შემიკლეს. მოკლედ, რა არის ახლა კიდევ, ხარ მახსოვს სად ვიყავი გაჩერებული. მაგრამ როდესაც ამ შინაგან ბავშვს ელაპარაკოთ, აი თუნდაც აი შავ მთვარის მიტოვებული შინაგანი ბავშვი, ხო? მას აქვს სურვილები, რომელიც ჩვენ სადღაც აგვიგზალეს. აგვიგზალეს, მოდი ესე როგორ ვთქვათ, ესე გაცნობიერებულად კი არ აგვიგზალეს, გარემოებებიდან გამომდინარე მაგალითად, საზოგადოება, სოციუმი, ნორმები მაგალითად, ხო? ეხლა ჯერ კარმაზე რო ვარ ვილაპარაკოთ და წინა ცხოვრებებზე და ესოთერიკა რო არ ჩავართოთ, ხო? აი ჩვეულებრივ ფსიქოლოგიური დონეზე. ანუ ჩვეულებრივ ფსიქოლოგიით თუ მეყვებით ამ შინაგან ბავშვს, მეტი მას პატრონი არავინ არ აქვს ჩვენ გარდა. ჩვენ რო არ მივეჯაჭვოთ სხვებს, იმიტომ რომ სხვები თუ გვიკეთებენ ყველაფერს, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ კარგავთ დამოუკიდებლობას, ანუ თვითშეფასებას, ანუ თვითრწმენას, ხო, აქ და უკვე ვეჯაჭვებით უკვე ადამიანს, ხო, ეს ცხოველიც თუნდაც რაც უფრო ჩვენზე არის დამოკიდებული, ენერგეტიკულად კი ჩვენზე ხდება დამოკიდებული, ხო? როდესაც ვინმეზე ვართ დამოკიდებული, ფინანსურად, ემოციურად, მორალურად, მაგალითად, ხო? აი მორალურად გულისხმობ, ხა მშობელია და ხო არ მივატოვებ და ღირებულებების კუთხით, ხო? და რა თქმა უნდა არ უნდა მივატოვოთ, მაგრამ აქ სხვა იდეაზე, აი მიჯაჭვულობაზე ვლაპარაკობ, ხო? აქ ხდება სერიოზული ენერგეტიკული ბმა და დამოკიდებულობაც რაღაც კუთხით იკარგება, ხო? და ნუ მე ამას ბევრი რაღაცა მოყვება. და როდესაც ჩვენ თავთან გვაქვს კონტაქტი, რომ აი მაგალითად ხა თუ მაქვს დაბალი თვითშეფასება, ან მაღალი თვითშეფასება, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ მაქვს თვითშეფასება, რომ მაღალი არაადეკვატური თვითშეფასება არიან ხშირად მოხდებიან ხოლმე ესეთები, ახლა გარშემო ცხოვრებისეულად, რომ აი ვერ გაიკარები თვითკრიტიკა ნულზე აქვთ, ხო, რომ აი თან ზოგჯერ აი იმხელა უფლებად შეუძლიათ ხოლმე საკუთარ თავს მისცენ, რომ შეიძლება გაკურებულიც უყურებდი იმხელა ის ნარცისულ ველს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ხო, არ არის აუცილებელი მთლიანად პათოლოგიაში იყოს გადასული, არამედ ხასიათი რო აქვს ნარცისული ადამიანს და
ნუ ცოტა არაადეკვატური თვითშეფასება აქვს, ხო, საკუთარ თავზე, ან ილუზორული თვითშეფასება. ახლა ესეთ ადამიანს, როცა ცრუ ეგოს გულისხმობთ, რო აუწიო თვითშეფასება, მისი შინაგანი ბავშვი კიდევ უფრო სტრესში არის, კიდევ უფრო შოკში არის, იმიტომ რომ საერთოდ მას სხვა რაღაცა უნდა და ეს აქედან სხვა რაღაცას აკეთებს, ხო? ანუ, როდესაც ამ შინაგან ბავშვთან ლაპარაკობთ, ეს არის ტრანვირებული, ეს არის რაღაცები უნდოდა და დააკლდა, მაგრამ არ იცის როგორ უნდა მიიღოს. აქედან მერე ის უკაკუნებს, ხო, იქ ზედა ცნობიერ მხარეს, ხო, სადღაც და ნუ მანდ უკვე ბევრი რაღაცა ირღვევა. მანდ უკვე შემოდივართ ღრმა კარმაში. კარმულ ასპექტებში, უკვე კარმული ეზოთერული ასტროლოგია გვჭირდება, იმიტომ რომ როდესაც ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ აი ჩემი შინაგანი ბავშვი დაჭრილია მშობლის გამო, აი ფსიქოლოგიას რო გავყვეთ, ეს მშობელი, ნუ აი რა ვქნათ და ველი ოჯახური და შემდეგ ასე. კარმული ასტროლოგიით ეს არის ჩვენი წინა ცხოვრება. ანუ რომელიც მშობელის განსაკუთრებით არ მოხდეს და საერთოდ ორივე მშობელთან გვაქვს კავშირი ენერგეტიკულ დონეზე, როგორც წინა ცხოვრებებთან. კარმაში, ანუ ისე არ მოდივართ ჩვენი მზე, რომელიც მამის გამომხატველი არის და ცნობიერის, ეს არის ჩვენი წინა ცხოვრების ჩვენი როლი ერთ-ერთი, ხო? და როგორიც დედა არის, ან რომელთანაც გვაქვს განსაკუთრებით კარმული ბმა, მაგალითად, ხო? და კარმული ბმა მანდ იგულისხმება, ზოგჯერ არის ვის რუკას ვიმეორებ, სადღაც იმასთან უფრო კარმული ბმა მაქვს, ან კარმულ ასტროლოგიაში რა არის მითითება, იქ კარმული ბმა მაქვს, მანდაც პირად რუკაში ჩანს ხოლმე ეს. და აი აქ როცა ჩავდივართ, ხო, აი ის წინა ცხოვრებაში იყო მეორე პოლუსში ადამიანი. ეხლა მეორე მხარეს დგას. ანუ თუ იყო და ჩემი და მამა ჩემი გადასარევი ძალიან ტკბილები და ამით მე გამაზულუქეს სიტყვაზე, ხო? და არის ხოლმე ხშირად ეგრე, თუმცა რაც არ უნდა იყოს, მაინც იქ რა თქმა უნდა სხვა ჩრდილოვანი მხარე ჩანს, რომელსაც ჩვენ ესე ვერ ვხედავთ ხოლმე შეუიარაღებელი თვალით, ხო? მაგრამ მაინც ეს არის ჩვენი წინა ცხოვრებები. კარმული ასტროლოგია ამას ამბობს და რაც არ უნდა საყოდურები ჩვენ გვქონდეს, თქვათ ოჯახზე, როცა არის განკურნებაზე თერაპიულად, რომ აი უნდა უთხრა მშობელს ის რაც გეწყინათ რაღაცებს, საბოლოო ჯამში ეს არის ჩვენი წინა ცხოვრებები და საბოლოო ჯამში ღრმა თერაპიაში ჩვენ თავთან გვაქვს საქმე და მეტი არავისთან. და რაც უფრო დამძიმებულია კარმაო, აი ესე როგორც ვამბობთ, ხო, დამძიმებული კარმა. მით უფრო შეიძლება ადამიანს კონდეს საკუთარ თავთან კონტაქტის პრობლემა და აი ამ შინაგან ბავშვთან პრობლემა, ასევე ესე რომ ვთქვა. ანუ მე ახლა იმდენად რთულ ვარიანტებზე არ ვლაპარაკობ, ხა შეუვალ ადამიანს, ხო, რომ საერთოდ არ ესმის, ანუ ვითომ რო ასტროლოგიაში შეიძლება გამოიყენოს, ან რამდენიმე ნახავს ფსიქოთერაპიაში რო არიან და იმაზე უარესები არიან, ვიდრე დარწმუნებული ვარ თერაპიამდე იყვნენ. ესეთი ვარიანტიც არის, იმიტომ რომ როდესაც არის ტოქსიკური, ნარცისული ტიპის ადამიანი, ღირებულებების პრობლემა, კეთილშობილების პრობლემა, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ეხლა ადამიანური კუთხით რო განსაზღვროთ და არა, ეხლა ფსიქოლოგიურად და კარმულად, ხო? ესეთ ადამიანებს თერაპია კიდევ უარეს უკეთებს. ასტროლოგია როგორი არის ახლა? ამის მიღმა არის ასტროლოგია, ხო? ეხლა იქ შეიძლება რეალურად ისეთ რაღაცებს შეიძლება შევეხოთ ჩვენ, რომ აქ ილუზიების და ეგოს კიდევ უფრო გაღრმავების შანსი ნაკლებია, ესე რომ ვთქვათ. ხო და ნუ მაგიტომაც ადრეც ვამბობდი ხოლმე, რომ ამიტომ არ იყენებენ მაგალითად ხშირად ფიქტიურ წერტილებს სხვა ასტროლოგები, იმიტომ რომ არაკომფორტული არის ეს, ხო? მათ თავისთვისაც არაკომფორტულია, სხვებისთვისაც არაკომფორტული არის ზოგისთვის. მაგრამ ვინც აი სად არის ამ შინაგან ბავშვთან ნამდვილმესთან შეხვედრის, ხო? მათთვის შეიძლება აი ამ კომბინაციების გაცნობიერება იყოს ძალიან ეფექტური, ძალიან დამხმარე, ავთენტურ მესთან კონტაქტზე მყოფი, ხო? ახლა მე რასაც გეუბნები, თქვენ ეს ყველაფერი აი საკუთარ ტყავზე მოგავლილი, რასაც ქვია. ძალიან წარეც არის, მაგრამ ძალიან შედეგიანიც არის, ძალიან პოზიტიურიც არის საბოლოო ჯამში, ხო? აქ რაღაც სიტუაციები არის საჭირო, რომ ეს დაიძრას ისე, რომ თავის ნებით ახლა ვიღაცა მოინდომოს აქ ესე ჩასვლა ღმრად. ნაკლებად. უფრო სატურნის პერიოდი არის საჭირო ან რაღაც ისეთ კარმული სირთულეები, რომ ამ სიმართლეს, მოდი ესე ვთქვა, და ზემდილი საკუთარ თავთან კონტაქტი არის. აი ამას რო ჩავხედოთ.
ეხლა მე როცა მუშაობ ხოლმე პირად რუკაზე, ძირითადად უკვე ესე მოდიან, რომ აი სადღაც ხვდებიან, რომ სხვა გზით უნდა წავიდნენ. ძველი მეთოდები აღარ ჭრის და გახსნილები არიან ხოლმე უკვე საკუთარ თავთან. აი აქ როცა შევდივართ შინაგან ბავშვთან. როდესაც იწყება მოვლა საკუთარი თავის, როცა ჩვენ გვეშინია რაღაცის, მაგრამ ვიცით, რომ ეს არის სადღაც ის მშობლის მოდელი, სიმბოლურად რო ვთქვათ, ხო, აი შინაგანი, აქ სატურნზე გავდივართ ხოლმე ყოველთვის, შინაგანი მკაცრი მე, რომელიც მიგრძალავს რაღაცები, რომ გავაკეთო. იმიტომ რომ მიცავს, იმიტომ რომ გონია, რომ საფრთხეებას იღებს ამით, ხო? და სინამდვილეში შიგნით არის რაღაც ნაწილი, რომელსაც უნდა ამის გამოხატვა. მაგიტომ გითხარით სატურნის შემდეგ ლილითზე გავდივართ, თქო, სატურნი ეს არის შემზღუდველი, საზღვრების მქონე და შამთვარის კიდე უნდა სადღაც რა გამოიხატოს, ხო თავი. და გამოხატოთ ამას როგორც წესი დესტრუქციულად და არა პოზიტიურად. და აქ კიდე უფრო იჩაგრება და აქ კიდე უფრო ბრაზდება ეს ჩვენი შინაგანი ბავშვი და როცა თერაპიულად გავდივართ ხოლმე, ესე ხშირად ყოფილა, რომ ადამიანს ვთქვია, რომ აი საერთოდ არ მიყურებს ეს ჩემი შინაგანი ბავშვი, გაბრაზებულია, ნაწყენია. აი საერთოდ ან კონტური არის და საერთოდ არც ჩანს უკვე სიტყვაზე ვერც ხედავენ ხო საკუთარ თავს. როდესაც აი ამ კომბინაციას თერაპიულად უხმავდებით, როგორც წესი, აი ამ ნამდვილ ძმეს თან შეხვედრა გვაქვს, აი ამ შინაგან ბავშვთან შეხვედრა გვაქვს ხოლმე და აქედან იწყება უკვე რეალური თერაპია, აქედან იწყება ხოლმე უკვე რომ ჩვენ თავს დანენელა შევხვდეთ. და ეს მხოლოდ შეგრძნებებით არის, მეგობრებო, არანაირი ინტელექტუალიზაცია და ეხლა გვერდზე მეტოს მე მარსი მერწყულში როგორ ვლინდება და იქ სატურნი მორიელში როგორ ვლინდება, ამითი შინაგანთან ვერ გავავთ. ეს შეიძლება დაგვეხმაროს ნენელა ნაბიჯ ჩვენ თავს დავუახლოვდეთ, მაგრამ თუ შეგრძნებები, ანუ ემოციური ინტელექტი არა გვაქვს განვითარებული, აქ ჩვენ თავთან ვერ გავავთ, გადავალთ ტვინში, აზრებში. მერკურს ვამუშავებთ მარტო, ხო? და შინაგან ბავშვთან მთვარეზე არის სამუშაო, სრულად შეგრძნებებზე, სხეულზე პირდაპირ არის სამუშაო. აი, როდესაც შენ პრაქტიკას გეტყვით, როდესაც ახლა წინასწარ იყო რაღაც თერაპიულ ჩემ თავთან ვიყავი თერაპიულ პრაქტიკაში და ნუ აი რაღაცა მაგ გასაკეთებელი და ვერ ვაკეთებ და ნუ მაგ როგორც წესი მაგ დროს მედიტაციურ მუსიკას ვრთავჩდებ მშვიდად და ვიწყებ სხეულთან კონტაქტს. აი ხედვა რომ გაქვს შინაგანად შეგრძნებებზე, კი არ ფიქრობ ტვინთ ეს შეგრძნებებს აკვირდები და ვიწარმოდგენ რომ აი ამის გაკეთება მინდა და რა ხდება ახლა ჩემს სხეულში, ემოცია როგორ აღიქვამს ამას და აი ესეთი განცდა მქონდა რომ ვარ აი როგორც მიბმული, აი სკამზე რომ იყო მიჯაჭვული. აი ვერ დგები, უმოძრაობაში გახარ, აი ესე უმოძრაობაში. მერე ვიგრძენი ეს უმოძრაობა, რომ აი რაღაცა მიჭერს, რაღაცა აი მიბმული რო ხარ და არ მიდიხარ წინ. მერე შინაგანად ვეკითხებ, ეს არის სულთან მთვარეზე მუშაობა. აი პრაქტიკა რო გითხეთ, ხა ჩვენთან რომ მოდიან თერაპიულად ამაზე მუშაობთ, ზუსტად გიდირებულად თერაპიულად მიყვები ხოლმე, რომ ამ მთვარესთან გქონდეთ კონტაქტი. მე შევდივართ ამ შინაგან ბავშვთან, მე ხვდები ახლა რაღაცა მე ხელს მიშლის, ხო ეს სატურნი არის ხოლმე როგორც წესი, სიზარმაცეს რო ვეძახით მაგალითად და აქ გავდივართ ნენელა დასწავლილი ქცევა სადღაც, ხო? და აქ შეიძლება მე შეგრძნებებში მომივიდა ბავშვობის გარემო, მოდი ესე ვთქვათ, სადაც იყო შეზღუდვები, რაღაცა კუთხე და აკრძალვები. მაგრამ აკრძალვები როგორ იყო, იცით, აი მე ეგ სხეული მეუბნება, უცებ შეიძლება წამოვიდეს ის შეგრძნებები, რომელიც კონკრეტულ დროში და სივრცეში. მან არ წამოვიდეს ახლა კონკრეტული სიტუაცია, მაგრამ ფონად ვიგრძნო, რომ სადღაც ჩემმა სხეულმა დაისწავლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში გაჩერება. შემდეგ არის შეხვედრა ამ გაჩერებასთან, მე ხვდები, რომ ჩემი შინაგანი ბავშვი როგორ არის შეწუხებული ამ გაჩერებით, იმიტომ რომ მას სულ სხვა რაღაცები უნდა და ჩემი გაჩერებით არ ვაძლევ ამის საშუალებას სიტყვაზე, ხო? ეს თერაპიულადაც ყველასთან აქ გავდივართ.
თუ ჩვენ გვინდა ნამდვილად უმკურნალოთ ჩვენ ქვეცნობიერს, ხო, აი ჩვენ ტრავმებს, ხო, აი ესეთი თერაპიული პრაქტიკა არის საჭირო, მედიტაციურ პრაქტიკას ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ შეგრძნებას ვაკვირდები. როცა ვამბობ, რომ აი მე ამას ვერ ვაკეთებ, რას ვგრძნობ ამ დროს, როცა ამას ვერ ვაკეთებ, აი ჩვდები და უსმენ ხოლმე სხეულს უკვე შეგრძნებაში რა მოდის, ხო, და აი მინდა მოძრაობა და რაღაცა მიჭერს. მე ამ მოჭრილობას ვაკვირდები. საიდან მოდის ეს მოჭრილობა? რატო არ მიშვებს? შეგრძნებას ვაკვირდები, ხო? აი რა არის ეს, ხო? მე ვაკვირდები, რო გავაკეთო ეს რა მოხდება მე? ან რატო ვერ ვაკეთებ, ხო? და აი ამ შიდა თვით რეფლექსიაში შეგრძნებების დონეზე ვარ. და აი შეგრძნებას ვაკვირდები და არა ტვინში აზრები, რომ აი ხარ არ ვაკეთებ, იმიტომ არ ვაკეთებ, რომ აი ბავშვობაში ეს, აი იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მერკური მყავს რეტროგრადული. ამას არ ვაკეთებთ. და როგორც კი ცდილობენ ხოლმე ჩემთან კონსულტაციისას გადავიძნენ ინტელექტუალიზაციაში, ვაჩერებ ხოლმე ვაბრუნებისებს სხეულზე. და აქედან ვიწყებთ მერე მუშაობას, ხო? და მერე ნელა ხვდებიან რა აქვს შესაძლებელი. მერე ვაძლევ ხოლმე ინსტრუმენტებს, რომ აი როცა გავიჭედებით ესე, როგორ ვიმუშაოთ ჩვენ თავზე, ხო? იქ უკვე აქვთ ეს კომბინაცია ვთქვათ, ეს თუნდაც ჩანაწერიც იქ შეუძლიათ მერე მოისმინონ კიდევ და უკვე ისევ პრაქტიკაში შეგიძლიათ ჩაუშვათ, ხო? თუნდაც ახლა რაც გითხარით, ხო? ვითომ მარტივი არის, მაგრამ ძალიან უჭირს ბევრს. აი ეს ისევ აზრებში გადადიან, ისევ გონებაში გადადიან. ადრეც ავხსენი ჩაკრების დონეზე, ხო? როცა ქვევით რო გვიჭირს გასვლა, ან ზევით რო გვიჭირს გასვლა, როცა არეული არის ჩაკრები, ან ენერგეტიკული ცენტრები, ხო? ეს უკვე ეზოთერულ დონეზე. მაგრამ რეალურად სხეული ეს არის, როდესაც აი ამ შეგრძნებებზე ვერ გავდივართ. შეგრძნებები ეს არის შიდა ემოციები. როგორ გკითხეთ, იცით, სულ სხვა სამყარო არის ქვეცნობიერში, სულ სხვა სამყარო არის ჩვენ შეგრძნებებში, ჩვენ გონებაში და აზრებში საერთოდ სხვა სამყარო არის. აი ამიტომ არის ასაკონებს ცოტა უჭირთ, ყველას არ არის თქმა უნდა, მაგრამ მაინც ასაკონებს უჭირთ შიდა ხედვა, უფრო გონებაში გარეთ არიან, უფრო გასულები. ეს კარგია, ეს ცუდია. ხალხი რა სიტყვის, ის რა სიტყვის, ესე კარგი არის და ყველამ ეს უნდა გავაკეთო, ეს გარე ის არის, ხო? გარე მიმართვა სამყაროზე. შიდა არის, როდესაც მე ჩემს შეგრძნებებს უსმენ და რაციონალიზმი ცოტა მერე მოდის, ხო? ახლა ის იმასაც არ ვამბობ, რომ ახლა მე არ მინდა არავისთან ურთიერთობა და აქ ოკეი ვარ. არ არის ესე, ანუ რატო არ მინდა იმას ყვები? ანუ ოკეი არის, რომ არ მინდა სიტყვაზე არავისთან ურთიერთობა, მაგრამ ოკეი არ არის, როცა მე უბრალოდ არ მინდა და მორჩა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩავღმოდეთ ამ არ მინდაში იმხელა საიდუმლო იმალება. იმხელა მნიშვნელობა აქვს იმ არ მინდას და მთავარი ის კი არ არის, რომ მინდოდეს, მთავარი არის რატო არ მინდა. და ამას მიყვებით, ხო? ოკეი, არ გინდა, არავინ გვაძალებს, მაგრამ ისეც ჩავაკვირდეთ, რა ხდება შიგნით, ხო? აი აქ მე რამდენჯერაც ეგეთ რაღაცეებში გავდიოდი, სულ ჩემ პრაქტიკაში, ჩემ თავშიც, კლიენტებთანაც სულ სელენა ლილიძე გავდივარ და საturn იუპიტერზე გავდივარ ხოლმე. როგორ წესი. ნუ იქ ასპექტები გვეხმარება ამ ყველაფერში მე. მაგრამ თერაპიულად საჭირო არის აი ესე ფურცელ გავხსნათ ჩვენი თავი და ჩავიდეთ ამ შინაგან ბავშვთან. ეს მთვარეზე რო შევეხე, ეს არ არის მარტო საკმარისი. იქ სატურნს უნდა შევხვდეთ, იქ მერე ურანს უნდა შევხვდეთ, აი ყველა პლანეტები უნდა ვიცხოვროთ და აი ზოგჯერ არის ხოლმე რომ შეიძლება ერთი სიტყვას კი არ თქვა ასტროლოგიური და უბრალოდ რუკის მიხედვით სწორ კითხვებს უსვამ და თერაპიულად ვაცხოვრებ ამ რუკას. და ახლა რო ხედავ რომ ადამიანს მაგალითად აი ძალიან ინტელექტუალიზაცია, იქ აღარ არის საჭირო ახლა ზედმეტად ასტროლოგიურ კომბინაციებს ვლაპარაკი, ამისი ამ ასტროლოგიური კომბინაციების შესატყვისი ცხოვრებისეული მარტივი სიტყვებით შეიძლება, რომელთაც შეგიძლია აცხოვრო ადამიანი ეს თავის რუკა და აი ამ ქვეცნობიერთან მიიყვანო ამით, ხო? და აი ამ პროცესში ნელა აი განკურნებას ეძახიან და სინამდვილეში რა ხდება, რომ შინაგანად სულს რაც უნდა, აი სულს რასაც ქვია, ხო? ნელა ამასთან კონტაქტში მოდის ადამიანი და იმ ილუზორულ ეგოებთან, იმ ილუზორულ დასწავლილ ქცევებთან, ხუთოსანის კომპლექსი, ეს ოროსანის კომპლექსი, ეს მამის როლი, დედის როლი, ეს ყველაფერი ნელა გადადის უკანა პლანზე და ნამდვილ ავთენტურ მესთან ხდება ხოლმე შეხვედრა. ეს პროცესი არის ძირითადად და ამიტომ მიყვარს ასტროლოგია, რომ სანამ
უბრალოდ თერაპიაზე ბრმად ვივლით, ასტროლოგია პირდაპირ კონკრეტულად გვახედებს იმ მთავარ ღირსთან. ზოგჯერ როგორ არის ხოლმე იცით, აი როცა უყურებ ადამიანს რა და რა ხედავ რა აი სატურნის პერიოდი ეწყება რაღაცები და რა იცი რომ მოვა მე შენთან. არა, ხდება რა ეს შინაგანი ბავშვი არ მოასვენებს. სანამ არ შეიძლება ხო რაღაცას აი რომ ხედავ რა ხა თავის რუკიდან გამომდინარე არ მიდის სიმგზით. და ნუ ვიცი, მისცემ დროს და იცი რომ ნუ შენთან თუ არ მოვა იმ ინფორმაციამდე მივა რაც ითქვა ხო სადაც უნდა მივიდეს რომ ხედავ რა რომ ადრე თუ გვიან მოუწევს ეს.